შეხვედრის მონაწილე გუნდები. ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლა. 94 საჯარო სკოლა. რეველი, მადლობა მათ. ერთმანეთს ეჯიბრებიან. ახალქალაქის საჯარო სკოლა. და თბილისის 94 საჯარო სკოლა. ირუ, ყველაფერი მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ. მოემზადოთ გუნდები 3, 2, 1. პირველივე წუთში თბილისის 94 საჯარო სკოლა ლიდერობს. ახალქალაქის სკოლამ ცოტა უნდა მოუმატოს, უფრო სწრაფად. გამოვიდა ახალქალაქის მორიგი მონაწილე. ოქნა, აცილა. არის დამატებითი გოლა ყოჩა. და გოგონები ჩაერთვენ ახლა ოთაბრძოლაში. ახალქალაქის საჯარო სკოლა არის დებიუტანტი ჩვენ ჩემპიონატში და წარმატება უსურვოთ. დამატებითი გოლა 94 საჯარო სკოლა. ახალქალაქი ცოტა მოუმატე. საჯარი მოკულა, გამოტოვა ბარიერი. გავამხნევოთ სკოლები, აბა, ვინ არის ყველაზე მაგარი სკოლა? მიდი, აიღე. ისევ საჯარი მოკულა. მოუმატე, გაიქეცი. უკვე პედაგოგები ჩაებნენ ორთაბრძოლაში. გავამხნევოთ პედაგოგები. გაიქეცი. ცოტა მოუმატეს თუ შეიძლება, უფრო სწრაფად. არ სადაც არ გვეჩქარება, მიბრძანდით. სულ ცოტას დაგჭა. და პირველები 94 საჯარო სკოლა. სიყვის ფორმალი, აქ მეორე წვლილია პედაგოგების. ეს მგონია სასეირნოდ ხართ გამოსულები. თითქოს შეჯიბრი არ არისო. სუფთა ჰაერებს ეიბო. შესანიშნავი ტემპი აქვს აღებული ახალქალაქის ნომერ მეორე საჯარო სკოლას. ახლა დააბრუნდით უკან და დარბაზის აპლოდისმენტებით გავამხნევოთ გუნდები. დასრულდა პირველი კონკურსი. ირუ, ეს იყო ხიარული სლავონი და ვიდრე შედეგებს გავიგებთ, მე მინდა ბატონ მინისტრ ლევან ყიფიანთან გადავიდე სიტყვით, მისი შტაბის-წლებები მაინტერესებს. ბატონ ლევან, ხო? მეც დავიძაბე, ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა, მე მგონი. პირველი შეჯიბრი იყო და ბავშვები ზედმეტად ნერვიულობდნენ. ალბათ მეორე შეჯიბრი უფრო უკეთესი და უკეთესი იქნება და მე მოუწოდეთ, რომ მასწავლებლები აქტიურები იყვნენ, რომ მაგალითი აჩვენონ ბავშვებს. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ მეტი აქტიური იყავით და უკეთესი იქნება თქვენი შედეგები. შეგი, თქვენ არა მარტო მინისტრი, არამედ მხიარული სტარტების ნამდვილი ექსპერტი ბრძანდებით. დიდი მადლობა ბატონ ლევან. ახლა კი გადავინაცვლოთ ბატონ კოტესთან და გავიგოთ თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი კონკურსი. პირველი კონკურსის შემდეგ ახალქალაქის მეორე სკოლა 3 ქულა, თბილისის 51 საჯარო სკოლა 4 ქულა, ახალციხის სოფელ ფერსის და თბილისის 94 საჯარო სკოლები 10 ქულა. პირველი კონკურსის მერე უკვე ყავს ლიდერები, მაგრამ წინ კიდევ ბევრი კონკურსია, ეს არაფერს არ ნიშნავს. დღეს ჩვენ დაირუ ვიწყებთ მეორე კონკურსს. გოგიჩ, მე მგონი
ეს კონკურსი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან აქ აუცილებელია არა მარტო ზალა, არამედ მოხერხებულობაც. მართალი ხარ და მოთამაშის მიზანია თავისი მოწინააღმდეგე მუთაკით გადმოაგდოს. მაშ ასე დავიწყეთ უთაკა-მუთაკა. ერთმანეთს შეეჯიბრებიან თბილისის 51 საჯარო სკოლა და ახალქალაქის საჯარო სკოლა. მე საჯარო სკოლამ აიღო ერთი ქულა. პასიურობისთვის წაგება ჩაეთვალა ახალქალაქის საჯარო სკოლას ამ ორთაბრძოლაში. ახლა უკვე ვაჟკაცები მიიღებენ მონაწილეობას უთაკა-მუთაკას კონკურსში. აქ ერთ-ერთი მთავარია მოხერხებულობაც. კარგია ყოჩა. 1-1. 1-1 გათანაბრდა ანგარიში. დაძაბული ორთაბრძოლა შეუტია და ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლემ აიღო კიდევ ერთი ქულა. შეგვიძლია დავიწყოთ ორთაბრძოლა, დაძაბული ორთაბრძოლა და ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლემ აიღო ერთი ქულა. 3-1 ანგარიში. ორივე მონაწილე ერთდროულად გადმოვარდა. ამიტომ უნდა განახდეს ორთაბრძოლა თავიდან. შესანიშნავი ილეთი იყო, ანგარიში გახდა 3-2. სამი ანგარიში. პედაგოგებმა მშვიდობიანად დაიწყეს ორთაბრძოლა, ჯერ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ყველაფერი მიდასრულდა, რომ 51 საჯარო სკოლის პედაგოგმა ეს ორთაბრძოლა მოიგო. ანგარიშია 4-3. და ეს ორთაბრძოლა 51 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ეგ ირუ ერთმანეთს შეხვდნენ უკვე 51 საჯარო სკოლა და ახალქალაქის სკოლა. დაძაბული ორთაბრძოლა იყო. ახლა გრძელდება ჩვენი სახალხო კონკურსი უთაკა-მუთაკა. წესები ადვილია. მეტოქე მუთაკით უნდა გადმოაგდო. ერთმანეთს ხვდებიან. ახალციხის საჯარო სკოლა. დაალაგდება და ეს ნერვიულობაც მოგეხსნებათ ბავშვებო. დიდი მადლობა. ახლა კი განავინაცოთ ბატონ კოტესთან. ორი კონკურსის შემდეგ ახალქალაქის მეორე საჯარო 6 ქულა, თბილისის 51 9 ქულა, ახალციხის ფერსის საჯარო სკოლა 14 ქულა, თბილისის 94 საჯარო სკოლა 14 ქულა. ვიწყებთ მესამე კონკურსს. საჯარო სკოლა და ახალციხის საჯარო სკოლა. აბა წარმატებას გისურვებთ.
ბრძოლა დაიწყო და 1 ქულა ახალქალაქის საჯარო სკოლას. ახალქალაქის საჯარო სკოლის პედაგოგი მართლაც აქტიურობს, მისაბაძია ბავშვებისთვის და კიდევ 1 ქულა ახალქალაქის საჯარო სკოლას. ოჩახ, კარგად მოიგერია. ახალციხის საჯარო სკოლამ აიღო 1 ქულა. საკუთარ მოედანში ჩააწოდა ბურთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქულა ეძლევა მეტოქეს. შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა ახალციხის საჯარო სკოლამ. მოიგერია, კიდევ 1 დარტყმა და ბურთს აცილა ფეხი. არა და იმხელა ბურთია, წესით ვერ დააცილა. კიდევ 1 ქულა ახალქალაქის საჯარო სკოლას. და ქულა მოუტანა თავის სკოლას. შესანიშნავად ჩააწოდა გოგონა. მორიგი ქულა ახალციხის საჯარო სკოლას. ახალქალაქი. შესანიშნავი დარტყმა იყო. მაგრამ რადგან ქულა მიიღო მეტოქე. დასრულდა ორთა ბრძოლა და გამარჯვებული არის ახალქალაქის საჯარო სკოლა. სამი კონკურსის შემდეგ ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლა 16 ქულა, ახალციხის ფერსის საჯარო სკოლა 17 ქულა, თბილისის 51 საჯარო სკოლა 19 ქულა, თბილისის 94 საჯარო სკოლა 21 ქულა. ჩვენი გუნდები, რადგან მათთვის გადამწყვეტი ეტაპი დგება. და ახლა ერთმანეთს ხვდებიან. თბილისის 94 საჯარო სკოლა და ახალქალაქის საჯარო სკოლა. მოვემზადეთ 3, 2, 1. ორთა ბრძოლა მართლაც დაძაბულია, საინტერესო დაიწყო. არის უკვე დამატებითი ქულები, რომელიც აიღო ახალქალაქის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა და საკმაოდ მრავლად აიღო. ჯერჯერობით წინ არიან 94 საჯარო სკოლის ბავშვები. როგორი ვაშკაცია, შეხედეთ. კარგია, ყოჩაღად გაიარა ეს ეტაპი. ხილად საჯარო ქულები არ აიღოთ ბარიერის წაქცევისთვის.
დაუმიზნე ოჩახ რამდენი ქულა აიღო 6 ქულა ერთად და დამატებული ქულა მოიპოვეს მათ არის დამატებული ქულა ჩვენ მგონი საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი თამაში. კიდე გეთანხმები ირუ და სწორედ ეს მეოთხე კონკურსი გადაწყვეტს რომელი ორი გუნდი გადავა შემდეგ ეტაპზე. დამატებითი ქულა. არის დამატებითი ქულა. აჰა ბავშვმა ისე ირბინა რომ ფეხსაცმელი გაძურა ფეხიდან. ორცნე ოჩა მოგეთ შეგახსენებ რომ ამ თამაში არის საჭირო სისხლზე და რა თქმა უნდა მიზანიც. და რა თქმა უნდა მიზანი რომ დამატებითი ქულა აიღო ბურთით კეგლი წააქციო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოგადგება შემდეგ რომ გადახვიდე შემდეგ ეტაპზე. საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული მხიარული სტარტების ჩემპიონატში. და წელს გვეყოლება ახალი ჩემპიონი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ვიცით. ძალიან ცუდა დააკლდათ მათ, რომ კიდევ ერთი დამატებითი ქულა მოეპოვებინათ. დაუმიზნე ოდნავაც და ორცნა იყო ძლიერი, მაგრამ არაზუსტი. აში დაგვეტარგა მოსწავლე საჯი აღნიშნავს საჯარიმო ქულა აქვს 94 საჯარო სკოლას ასევე იყო ადრეული სტარტი ახალქალაქის საჯარო სკოლასთან საჯარო სკოლა. ძალიან დიდი შანსი აქვს მათ რომ დაეწიან ერთმანეთს. ორი დამატებითი ქულა. თანაბარია. სულ მალე რამოდენიმე წუთში გაირკვევა ორი გამარჯვებული გუნდის ვინაობა, რომელიც შემდეგ ეტაპზე განაგრძობს ასპარეზობას. კიდევ ერთი საჯარიმო ქულა. ახალქალაქის საჯარო სკოლას. დამატებითი ქულა. ერთი ქულაც მოიპოვეს მათ. საჯარიმო ქულა ასევე 94 საჯარო სკოლას. აქ სისწრაფესთან ერთად საჭიროა ყურადღება. ახლა მასწავლებელი მოემართება ჩვენსკენ. გავამხნევოთ პედაგოგები. თავისებური ტექნიკა ქონდა სპორტსმის. აბა წამოეწია. მაგრამ ვეღარ წამოეწია. ეს უკვე ბოლო მონაწილეა. ოჰო, რას გარბის შეხედე ყოჩახ. პირიქით როგორი მონდომებულია ეს მართლაც დასაფასებელია ასე თავის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც ძალას და ღონეს არიშურებენ მე მგონი თანაბარია და რა მოხდა ბოლოს
და ფინიშთან ბოლოს წაიქცა პედაგოგი. ნამდვილად აპლოდისმენტების ღირსი არიან ყველანი, მოსწავლეებიც და პედაგოგებიც. ეს იყო მეოთხე კონკურსი ირუ და მართლაც საინტერესოა, რომელი ორი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის. ხედავ მაყურებელი როგორი ემოციურია და სულ ცოტა დრო დარჩა იქამდე რომ გავიგოთ იმ ორი გუნდის ვინაობა. ახლა კი გადავინოსოთ ბატონ კოტესთან რომ გავიგოთ საბოლოო შედეგები. ბატონო კოტე გისმენთ? ბოლო კონკურსში ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლა მივიდა ფინიშთან, მეორე მიიღო 5 ქულა, დაჯარიმდა 3 ქულით და მოიპოვა 12 დამატებითი ქულა. ახალციხის ფერსის საჯარო სკოლა ასევე მივიდა ფინიშთან, მეორე მიიღო 5 ქულა, დაჯარიმდა 1 ქულით და მოიპოვა 8 დამატებითი ქულა. თბილისის 94 საჯარო სკოლა ფინიშთან მივიდა პირველი, მიიღო 10 ქულა, დაჯარიმდა 2 ქულით, მოიპოვა 9 დამატებითი ქულა. თბილისის 51 საჯარო სკოლა ფინიშთან მივიდა პირველი, მიიღო 10 ქულა, დაჯარიმდა 1 ქულით და დააგროვა 13 დამატებითი ქულა. თამაშის დღევანდელი ჩვენი თამაშის საბოლოო შედეგი. ახალციხის ფერსის საჯარო სკოლა 29 ქულა, ახალქალაქის მეორე საჯარო სკოლა 30 ქულა, თბილისის 94 საჯარო სკოლა 38 ქულა, თბილისის 51 საჯარო სკოლა 41 ქულა. ასე გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომელიც გააგრძელებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას. ესენი არიან 94 საჯარო სკოლა და 51 საჯარო სკოლა. უსურვოთ მათ წარმატება. გულოცავ და ვუსურვებ მათ ძალიან დიდ წარმატებებს. და შენ გილოცავ, დღეს შენი დებიუტი იყო, წარმატებას გისურვებ. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს.